გამარჯობათ, დღეს ჩვენ ვიმყოფებით სპორტულ კლუბ კლასში და გვინდა წარმოგიდგინოთ ვინჩუნის ჯგუფური ვარჯიშის პირველი ტექნიკა. პირველი ტექნიკა არის სასწავლო საბაზისო მომზადების ტექნიკა და ეს არნიშნავს სასპარინგო ტექნიკას. თუმცა ეს ეტაპია შემდგომ სპარინგისთვის, შემდგომ ორთაბრძოლისთვის, ამიტომ აუცილებელი და საჭიროა. პირველი ტექნიკა წარმოადგენს ლაცაოს ტექნიკას, რომელიც გულისხმობს ხელების მომზადებას და გულისხმობს დარტყმას და ბლოკს. თუმცა სანამ აქამდე მივალთ, შესაძლებელი არის გამიხილოთ პირველი საფეხურის სტუდენტისთვის რა არის აუცილებლად შესასწავლი. ეს არის ვინჩუნის პირველი ტაოს პირველი ნაწილი. მოგესალმებათ, რომ ვინჩუნში არის სულ 3 ტაო, ან ვინც არ იცით, 3 ტაო არის. პირველი არის სიუნიმ ტაო, პატარა იდეა, მეორე არის ჩამკიუ. ჩამკიუ ნიშნავს ხიდების გადებას მოწინააღმდეგესთან, ანუ კონტროლს, ესე რომ დავარქვათ. და მესამე არის ბიუჯი. ბიუჯი არის დამტყმელი თითები. ან საბრძოლო თითები, შეგვიძლია ესეც ავხსნათ ეს ტაო. რაც შეეხება თავად ლაცაოს ტექნიკას, დღეს განვიხილავთ ჩემს მოსავლისთან ერთად, მცირეოდენ ფრაგმენტებს და შემდგომ გადავალთ თუ რატომ არის საჭირო ლაცაოს ტექნიკა ვინჩუნის დამწყების სტუდენტისთვის და რატომ არის აუცილებელი შემდგომ სასპარინგოდ გამოყენებისთვის. სპარინგისთვის ან ორთაბრძოლისთვის ალბათ უკეთესია. მოკლედ პირველი სილობ გავაკეთოთ დარტყმა და ბლოკი პარალელურ რეჟიმში. ბლოკი ქვია პაქსაო, დარტყმას ქვია კონსა. ბლოკი, დარტყმა, ბლოკი, დარტყმა, ბლოკი, დარტყმა, ბლოკი, დარტყმა. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ რაღაც მომენტისთვის საჭიროა ვაკონტროლოთ მოწინააღმდეგის ფეხი, იმიტომ რომ ამ ტექნიკაში საჭიროა როგორც ხელის დატვირთვა, ასევე საჭიროა ფეხის დატვირთვაც და ამას შემდგომ გავიგებთ რა. ლაცაო, პირველი მოძრაობა ხელის შეჭერება, პაქსაო, დარტყმა. კიდევ ერთხელ. შემდეგი ხელის შეჭერება უკვე ლაფსაო, დარტყმა. შემდეგი ისევ ხელის შეჭერება, დარტყმა. ხელის შეჭერება, როისაო, დარტყმა. შემდეგი უკვე ფეხზე გადავდივარ. უკან კონტროლი ხელის მოწინააღმდეგე მეკეთებს ანგერს და ბონგერს. ერთი ფეხის მაღლა აწევა, ბლოკავს ორივე ფეხს. შემდეგი პირდაპირი დარტყმა მიკეთებს გუმსაოს. კიდევ ერთხელ ქვემოთ მიკეთებს გუმსაოს. დგება საბრძოლო ბლოკში. და კიდევ ერთხელ ერთი დავამატოთ. ეს არის უკვე მოქნეული ხელი და ბლოკავს ეგრეთ წოდებული ფოქსაუთი. ახლა შევეცადოთ დავხსნათ თუ რატო ვიყენებთ ხელების დატვირთვას, რატო ვაკეთებთ ამა თუ იმ მოძრაობას, ამა თუ იმ ბლოკს და რა საჭიროა, ან როგორ გამოიყენება ეს ყველაფერი ვინჩუნის, ესე რომ ვთქვათ, პრაქტიკულ მხარეში. და არა მარტო. მოკლედ, პირველი მოძრაობა ჩვენ ავხსენეთ. ვარი პაქსაო, ხელის გულით ბლოკი, ეს ორი დარტყმა, პაქსაო, 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 პაქსაო. შემდეგი პაქსაო, პაქსაო, ქვემოთ. აქ უკვე ჩვეულებრივ საბრძოლო მოძრაობაში ვართ, ადაპტაციას გავდივართ ბრძოლასთან, მოწინააღმდეგესთან. ვაკეთებთ ორი პაქსაო და ქვედა ბლოკს ქვია განსაო, ჭრელი ხელი. ნელა კიდევ ერთხელ პაქსაო, პაქსაო, განსაო. და შეიძლება პირდაპირ ქვემოთა დარტყმა გააკეთოს მოწინააღმდეგე და პირდაპირ განსაო გავაკეთო. ან მეორე დარტყმა გააკეთოს მეორე ხელით, ხო? ან იმ ხელით გააკეთოს. ხო? ეგრევე პაქსაოთი ბლოკა. კარგი, შემდეგზე გადავიდეთ. გვერდით. 1, 2, 3. კიდევ მოიქნია ხელი.
კიდევ ერთი 2 3 ერთი 2 3 შემდეგ რატო ვაკეთებ ფეხის მოძრაობას პირდაპირ დარტყმები არის ფეხს მოწინააღმდეგე ზემოთ წევს ესეც განპირობებულია იმით რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვიყენებთ პირველი ტექნიკის სპარინგისთვის მოსამზადებელ ვარჯიშებს ესე იგი შეიძლება დამარტყას როგორც ხელი დავარტყა ფეხი მეორე ფეხი ეძავართ ანალოგიურად ბამ ბამ ორი დარტყმა შეიძლება პირდაპირ ხელი დავარტყა ქვემოთ დააკეთოს განსაო ან გვერდულად ან ფეხი ბუმ ეხლა გავაკეთებ ქვედა დარტყმა ზედა დარტყმა ხელი ხელი ფეხი ფეხი ხელი ხელი ფეხი მადლობა ეს არის პირველადი მოსამზადებელი ვარჯიშები რომელიც დახვდება ახალმოსულ მოსწავლეს ვინჩუნში ეს არის შემდგომი ეტაპისთვის გასავითარებელი ვარჯიშები რომელიც მოიცავს როგორც სპარინგის სისტემას ასევე მოიცავს ვინჩუნის ტექნიკურ საბაზისო მომზადებასაც შეიძლება კიდევ ერთი დავამატოთ ეს არის ლაფსოუს ტექნიკა დაჭერის ტექნიკა რომელიც ასევე აუცილებელია მოწინააღმდეგის ახლო მანძილზე კონტროლისთვის უბრალო სავარჯიშო არის რომელიც შეიძლება ასე მოძრაობაში წრიულად გაკეთდეს უკან წინ ამით ვზნობ მოწინააღმდეგის ხელს თუ მე შევეცადე უკან გამო მოწინააღმდეგე მირთხავს ან ჩემი მეგობარი მირთხავს ან მოსწავლე ბუმ ჩემი რეაგირება საკმარისია რომ თვითონ გააკეთოს შეტევა ჩემს კიდევ ერთხელ ასევე მე შემიძლია გავაკეთო შეტევა მოწინააღმდეგეზე ბლოკავს ბუსაუთი აკეთებ კონტროლს როგორც ხელის ასევე ფეხის და ეს არის მოსამზადებელი სავარჯიშო პოზიცია ხოიმა ან შეიძლება დავარქვათ წრიული მოძრაობა ყვაიგერი რომელიც უბრალოდ მოწინააღმდეგის კონტროლს გვასწავლის ფეხით შეგვიძლია ეს უკვე შემდგომი ლეცე ნახოთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ხოიმა როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ყვაიგერი ამა თუ იმ მოძრაობაში ბუმ დავიჭირე განსაოთი უჭერ მოწინააღმდეგეს თუ ის არ მომყვება უკეთებ ხოიმას და მოწინააღმდეგე თავისთავად მოდის ჩემსკენ კიდევ ერთხელ კონტროლი ეს შეიძლება როგორც იქეთ ამ მხარეს გამოვიყენოთ ასევე მოსაო გამოვიყენოთ მეორე მხარესაც და ბოლო ამ შემთხვევაში ბოლო არ არის ბოლო ვიდეოსაც გავაკეთოთ ეს არის როცა გდებითი მოძრაობა მიმდინარეობს დებას გავაკეთებ ესეც ტექნიკის ნაწილია მოწინააღმდეგე მიკეთებს დებას ამ შემთხვევაში ვაკეთებ ხოიმას კიდევ ერთხელ დინამიურად შეეცადე წამიღო ჩემი ლანსაო და ჩემი ხოიმა ამ შემთხვევაში მოშოს კიდევ ერთხელ შეეცადე დამაგდო ოდიში ძალიან მოხდა აუცილებელი ლანსაო შემოტანა დაჭერა მოწინააღმდეგის და კონტროლი როგორც ფეხით ასევე ხელით ჩემი ამოცანა არ არის სულ ყოველ ჯერზე დავიწყო საკუთარი თავი. ანუ ვინჩუნში
წესი, ხელის, ბლოკი, დარტყმა და მოძრაობა არის ერთობლივი. ეს რაღაც აფეთქებას ავიჩენს. კიდევ ერთხელ. ხელი, ფეხი და ტანის კონტროლი. კიდევ ერთხელ. ბუმ 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 ბუმ. შემიძლია შევიდე როგორც სერიული დარტყმებით, ასევე შევიდე ერთი დარტყმებით. ძლიერად. ბუმ. მნიშვნელობა არ აქვს. ახლა ორი დარტყმა წამოვიდა. ორი დარტყმა. კიდევ ერთხელ ნელა. 1 2 3 კიდევ ერთხელ 1 2 3 კიდევ ერთხელ 1 2 3